გაივისო ქვეყანა უცხო ტომელებით. ახლა პარალელის რო ვავლებ. ადრე არ იღებდა ხალხი ხმას ლიკვიდო პროპაგანდაზე. ახლა დიდგულზე არის. ახლა ხელმოწერები მიმდინარეობს, რომ ეგრეთ წოდებული მიგრაციის კანონი გამკაცრდეს. და ეს საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება და ელოდება წინ, როგორმე ავიცილოთ. და აი საჯაროდ ვამბობ. ხო არის ხალხი მასა გაყოფილი დიდ ნაწილებად, ეგრეთ წოდებული პროდასავლელი ნაცები, კოლექტიური ნაცები და ოცნების მხარდამჭერები. ხო იცნობთ, ვინც ხელმოწერებს აგროვებთ. აი საჯაროდ ვამბობ ამას. თუ არ მოშდება ტყუილი, აი საჯაროდ მითხარით, ასე გავაკეთე მამაო და ტყუილი აღმოჩნდა, ცდებოდი, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო, შენდობა ვითხოვ. აი რას ვამბობ. ხო იცნობთ სამეზობლოში, სანაცნობლოში, მაგალითად 10-20 კოლექტიური ნაცის მხარდამჭერი რო არის და 10-20 იგივე რაოდენობის ოცნების მხარდამჭერი რო არის. მიდით მათთან ხელმოსაწერად. ქვეყანა რო იღუპება მიგრაციის თაობაზე. თუ ნაცების მხრიდან ხელმომწერთა მხარდამჭერთა რაოდენობა მეტი არ იყოს და ოცნების მხარდამჭერები ხელს არ მოგიწერენ. თითოეულად შემოგიწევრო შეიძლება ხელი და თან გითხრათ ჩუ არ გამახილობო. და ისინი უფრო მოგიწერენ. იმას კი არ ვამბობ, რომ იქ უმრავლესობა მოგიწერს ხელს, არა, ჩემო ძვირფასო. მაგრამ იქ მეტინი იქნებიან. არ გჯერათ? არ გჯერათ, ხო, ვინმეს თუ არ გჯერათ ეს? უბრალოდ აი, ხო დადიხართ და გააკეთეთ. და რატო ხდება იცით ასე? იმიტომ რომ ხელისუფლების მხარდამჭერები ძირითადად გამოირჩევიან მლიქნელობით და მაამებლობით. და ზუსტად იციან, რომ ამ მიგრანტებით გრიგოლიჩი და მისი დაჯგუფება პარლამენტარები კი არა, ის რამდენიმე ოჯახი, ბიზნესმენების ოჯახი, რომელიც სინამდვილეში მართავს საქართველოს, რომლებიც ადგენენ საპარლამენტო სიებს. ეს კაცი ამ ნომრად იქნება სიაში და გავადეს კაცი ამ ნომრათო. და რომლებიც ადგენენ რომელი პიროვნება პრემიერი როდის იქნება და მინისტრი როდის იქნება. სინამდვილეში ხო ეგენი ადგენენ, ხო ვიცით ეგ? ჩვენ ქართული deep state გვმართავს. რა პარლამენტი, რა მთავრობა? ხო ვიცით ეგ სულ ყველა. და რატო არ მოაწერენ იცი ხელს ოცნების მხარდამჭერები? მლიქნელებითა და მაამებლებით არის გაკედილი ოცნების მხარდამჭერები. ზუსტად იციან, რომ ემიგრაციით გრიგოლიჩი და მისი დაჯგუფება ფულს აკეთებს. და ეს რომ მოაწეროს ხელი და გაბაზრდეს ეს მერე, გრიგოლიჩი ხო ყავს საკუთარი ფეოდალები რეგიონებში დანიშნული, რომლებიც მერე წყვიტავენ გამგებელი ვინ უნდა იყოს და საკრებულოს თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს. ის გაიგებს და ამას ეგრეთ წოდებულ ნაჟიმს გაუკეთებენ. ფინანსურ ყელს მოუჭერენ ფინანსურად. ეს იცის. ამიტომ ურჩევნია იყოს მლიქნელი, მაამებელი და იცხოვროს ისე. სადღაც მუშაობს, სადღაც ტენდერებს იგებს, სადღაც რაღაც ფინანსურ არხებზე ზის და არის ასე. ან ოჯახის წევრი ყავს ვიღაცას და თვითონ მერე მას ანგარიშს უწევს. არ არის ასე ხო? ვინც თუ ვინმე არ მეთანხმებით. ექსპერიმენტი ჩავატაროთ ბატონო. შემოიარეთ, აბა შედით. მიგრანტთან რო გელაპარაკებიან ეგენი. როგორ მიხვდები? ხოც. ჯერ არაჩვენო, არ უთხრა. რომ ხელმოწერა გინდა და დაიწყე მიგრაციაზე ლაპარაკი. შემოიწყავს ლოყაზე ხელს, თეთა რამდენი უცხოელი შემოვიდა. აპა დაიწყებს ასე ტყლარჭვას. ამის მერე აჩვენე, ხელმოწერები გროვდებაო. 10-დან 8 არ მოგიწერს ხელს. იმიტომ რომ ასეთ რო იწყაპუნებს ლოყაზე ხელს, დედა, აფირისტია. ფარისეველია სინამდვილეში. ხანდახან ეკლესიაში რაც დაიწყონ ესეთები. და გონია რომ ეკლესიაში რომ შევიდა სანდელი ამტო. დედა უკვე ერთთან არის ახლოს. 4 შაბათს არ შეჭამა ხორცი და დედა რა კაი ბიჭი და რა კაი გოგო არის. და პარასკევს არ შეჭამა კიდე ხორცი. დედა მარხულობს. ზოგიერთი მათგანი რა თქმა უნდა. ასეთი ცხოვრება არის მასიური და ამას რატო ვამბობ? ნიშნის მოგებით კი არა.
ყველა ეს საქართველო ჩემი ოჯახია. ეს ხალხი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მინდა რომ უკეთესები იყონ. მინდა რომ არ იმლიქნელონ, არ იაფირისტონ, არ იფარისევლონ. მამებლები არ იყვნენ და სამაგიეროდ აი რაზე ამბობენ, მე 10 გადაწყვეტილება რომ გავიდეს. ხვალდაზე ეს უცხოელები შვილს და მომავალს ამოუწყვიტავენ. მათაც და ჩვენს და ყველას, კაცო. დავთვალოთ ხალხო. აფხაზი და ოსი რამდენი იყო საქართველოში? 2 რეგიონი გვაქვს დაკარგული. გამოიყენა მტერმა უცხო დიდმა სახელმწიფო. არა მარტო ერთმა არ არის ეს რუსეთის მიზეზით მარტო. ცოტა მეტი ვიაზროვნოთ. გამოიყენა და 2 რეგიონი დაკარგული გვაქვს. რამდენჯერ მეტნი არიან უკვე შემოსული მიგრანტები და დედაქალაქში არის უკვე გეტუები აქვთ უკვე გაკეთებული ადგილები აქვს უკვე პატარა ხანში ვეღარ შედის ქართველი. ბათუმშიდაც იგივე ხდება, ქუთაისშიდაც ის პროცესი დაიწყო. საქართველოს სიკვდილი ახლოვდება. ეს საქართველო თითოეულ თქვენთაგანი ხართ, რომელიც ფარისევლობ და მლიქნელობთ. თქვენი ჩართვლით, თქვენ ოჯახის წევრები ხართ ჩემი. ჩვენ თუ დავიღუპებით, ერთად დავიღუპებით, კაცო. მიტო გეუბნებით ამას. ეს უნდა თქვათ. დადგეთ ფეხზე, გაიღვიძოთ. აი ერთხელ თქვი და გავცელდა ეს გამონათქვა. თუ არ გაიღვიძეთ, ბიჭო, გაიზმორე მაინც, კაცო. რომ ცოცხალი რო ხარ. და აი ამას რო შევინანებთ, არა? ეს არის ჩვენი ერის გაძლიერება. ის კი არა, კაც ვიღაცა რო გამოჩნდა ახლა და თურმე მათი რა ქვია, ქრისტე თურმე აქ რო უწამებიათ და რაღაცა დედა ეს თან ეს დადებითად რო გონიათ და არიქა კიდობანი არის საქართველოსიო და ეს კიდობანიო და მაგრები ვართო ასე და ასე შემდგომო და რაღაც ესეთი რაც მაგრები ვართ ამ მიმართულებით კი არ ვიფიქროთ ქართველებო. რა გვეშლება იმ მიმართულებით ვიაზროვნოთ. რაც სოდვებით ცხოვრობთ, იქ მას შევხედოთ და გავასწორლოთ. ესაა გადარჩენის გზა. ვიყოთ გულწრფელები, ღმერთის მოყვარულები, საქართველოს მოყვარულები, საჭმელზე მეტად შევიყვაროთ შვილის და შვილიშვილის სიცოცხლე. ჩემი კი არა, თქვენი შვილის და შვილიშვილის სიცოცხლე შეიყვარეთ თქვენივე საჭმელზე მეტად, თქვენი სადილზე მეტად. შვილები, შვილიშვილი შეიყვარეთ. გაგაზიეროთ მაღალმა ღმერთმა და ინებოს უფალმა რომ აი სინანულის ცრემლი მოგვაროს ღმერთმა ჩემერს. ავაზაკის აღსარება მიგვაროს ღმერთმა ჩემერს. და ცოდვილი დედაკაცის მარიამ მაგდალელის ცრემლი მიგვაროს ღმერთმა სინანულის ცრემლი ჩემერს, ჩემ ქართველ ერს. ეს არის გადარჩენის გზა. დიდი მადლობა მოსვენისთვის და შენდობას ვითხოვ ემოციისთვის.